სტრატეგია და სწორედ ამ ერთიანმა საავადმყოფო სტრატეგიამ და შეჩერების გაალტერნატიული მექანიზმმა გვიშველა დანარჩენ მოსახლეობასო ყველას არ შეგვიჩერდა ეს უვიზო მიმოსვლა. ამიტომ ეს იყო მხოლოდ მიზნობრივი შეჩერება, როდესაც მათ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს 2026 წლის 6 მარტიდან შეუჩერდათ უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან. რაც შეეხება ბატონი კობახიძის განცხადებას, ახლა ბატონი კობახიძე რომ აცხადებს, მან ძალიან კარგად იცის და ჩემზე უკეთესაც იცის და ნანახიც აქვს, რას გულისხმობს ვიზა ლიბერალიზაციის პირობების შესრულების ყოველწლიური ანგარიშები, რასაც ევროკავშირი აქვეყნებს. ჩვენ გქონდა 2024 წლის დეკემბერში საშინელი კრიტიკული ანგარიში, ქონდა 2025 წლის დეკემბერში კიდევ უარესი ანგარიში. ეს არ არის ეს მუდმივი მოცემულობა, ეს უვიზო მიმოსვლა, ეს არის კონკრეტული ვალდებულებების სრულდება, ამას აკეთებს ყველა ქვეყანა. ნებისმიერი ვინც სარგებლობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით. შევახსენებთ მას ალბანეთის მაგალითს, როდესაც 2019 წელს უკვე ერთადერთმა ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ ნიდერლანდების სამეფომ დააყენა საკითხი ევროკომისართან, რომ ალბანეთს შეჩერებოდა უვიზო მიმოსვლა, რადგან იყო გარკვეული პრობლემები. ჩვენ პრობლემის მთელი კასკადი გვაქვს, ერთი და ორი კი არა. იგივე ნებისმიერი კანონმდებლობა ხომ საშინელია, რომელიც არის თავსებადი ევროკავშირთან. იგივე გამოძიებების კუთხით ვართ მეორე ადგილზე ევროკავშირიდან მოქალაქეების გამოძიებების კუთხით. პირველი არის თურქეთი. ახლა 89 მილიონიან თურქეთს ვადარებთ საქართველოს 13000 გააძევეს თურქეთში, 10425 გამოაძევეს საქართველოში 2025 წელს. ალექსანდრე, აი რისი კითხვა მინდა იცი თქვენთვის, აი ხშირად ოცნებას ახასიათებს თქვენს გითქვამთ და სხვებსაც ამ ეთერში, რომ ისინი მუდმივად ესაუბრებიან თავის ამომრჩეველს და წინა დღეებში ვნახე პაპუაშვილის კომენტარი იყო, რომ აი ასე განმარტავს საკითხს, ასე აყენებს, რომ ანუ გვეუბნებიან, რომ მოიკალი თავი და თუ მოვიკლავთ თავს, მაშინ როგორღა ვიაროთ უვიზოთ, ხომ? აი როგორ ფიქრობ, ეს რა ტიპის სტრატეგიის ნაწილი არის, რომ აი ასე მოხდეს საკითხის დაყენება და მიწოდება საზოგადოებისთვის და ამგვარ გზავნილებს, ახლა შეიძლება ვიღაც თქვათ არასერიოზულად უყურებს მას, მაგრამ შესაძლოა კონდეს რაღაც სამუშაო ეფექტი და როგორ უნდა დაუპირისპირდეს ყველა მას, ვისაც ეს ეხება და ვისი კომპეტენციაც ეს არის. დიახ, ძალიან საინტერესო შეკითხვა არის, იმიტომ რომ ბატონმა პაპუაშვილმა ის განცხადა, რომ ევროკავშირი თურმე აძალებს, რომ მათ კონდეთ არ მიიღონ კონკრეტულ ქვეყნებს დაუწესონ უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ევროკავშირთან სავიზო დიალოგი ითვალისწინებს, რომ კონკრეტულ ქვეყანა, რომელიც სარგებლობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით, კონდეს უბრალოდ ის სავიზო პოლიტიკა, რაც აქვს ევროკავშირს, ეს არის მოთხოვნილი და გაწერილი ევროკავშირის სასანქციოს გულისხმობს. რა თქმა უნდა. და შესაბამისად ახლა ევროკავშირის სანქციების პოლიტიკასთან უფრო მეტი თანხმდება ამაზეა საუბარი. სავიზო პოლიტიკასთან, იმიტომ რომ ევროკავშირის მოითხოვს ზუსტად, როდესაც შენ გაქვს უვიზო მიმოსვლა და სარგებლობ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის, იყო თავსებადი ევროკავშირთან სავიზო პოლიტიკის. ახლა შენ ხო რუსეთის მოქალაქეებს უღებ გზას, რომელსაც უკვე შენგენის წევრი ქვეყნები ამბობენ, რომ უნდა უკვე მრავალმა ქვეყანამ დააყენა საკითხი, საერთოდ აღარ უნდა გაიცეს რუსეთის მოქალაქეებზე ვიზა და შენ ამ მოქალაქეებს იღებს და კაცმაცის ისინი რა მეთოდებით ახერხებით შეიძლება მიიღონ მათ საქართველოს მოქალაქეობა და აღმოჩენ საფრთხე ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის, რასთან გვაქვს ამასთან, რატომ საუბრობთ ამაზე? ევროკავშირმა მთლიანად შეცვალა ეს გამარტივების მექანიზმი და იქ შემოიტანა სხვადასხვა პუნქტები, ამიტომ თავის მოკვლას იქ არ არის არანაირად საუბარი, იქ არის თავსებადობაზე, რასაც ესენი მიისწრაფოდნენ და რასაც ამათ უნდათ და რასაც დამატარებდნენ ყოველკვირეულად პროპაგანდისტულ არხების ეთერებში, რომ მესაუბრა მათ პოზიტიურ დღესასწაულზე და თუ არ უნდათ ეს ევროკავშირი რატომ იყო წინა წლებში ასეთი მიმართულებები და რატომ უნდათ პოზიტიური დღესასწაული მხოლოდ იმიტომ უნდათ რომ მათ უნდათ ნამდვილად თქვენც აღნიშნეთ იოზვიაკის განცხადება, რომ მაღალ დონეზე უნდა გადაიყვანონ ეს საკითხი. კი, რა თქმა უნდა, ეს იყო ტექნიკური საკითხი, მართალია ეს რაც გაიმართა 11 ივნისს გუშინ ვიზების შეჩერებასთან დაკავშირებით, მაგრამ წარმოუდგენელია, როდესაც ევროკავშირის საგარეო და მიგრაციის პოლიტიკის დეპარტამენტი თირანთ უგზავნის ქართულიოცების ვიცე-პრემიერს და საგარეო მინისტრს მაკა ბოჭოიშვილს, რომ მან მიდის პირდაპირ დემოკრატიული ინსტიტუტების დაზიანება, დემოკრატიის მიზანმიმართული დაზიანება და ამას აცვლი რა თავის მოკვლაზეა საუბარი, ვინ უნდა მოიკლას თავი და რატომ ამადლიან საკუთარ თავს ამ ევროკავშირს, ვერანაირად ვერ ხვდები. დღემდე რო არ გვაქვს გაჩერებული თლემთიდან მოქალაქეებს ევროკავშირთან უზომეს, ეს არის საოცრება, იმიტომ ჩვენ არანაირად სავიზო ლიბერალიზაციის პირობების შესრულებაში გვაქვს საშინელი შედეგები და დღემდე აი ეს არის პოლიტიკური ნება ევროკავშირის, რომ დღემდე არ გვიჩერდება უვიზო მიმოსვლა და ეს უნდა მიიტანოს ყველამ, აუხსნან მოქალაქეებს, რომ ეს სწორედ ამ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ბრძოლის შედეგია, რომ მთელ ქვეყანას არ უჩერდება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. რადგან თავის მოკვლაზე არის აქ საუბარი.